არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დიდხანს და ჩვენ გვაქვს ფიქრი, რომ ეს ადამიანები გენეტიკურად არიან ესეთი იღბლიანები, თუ რაღაცას აკეთებენ ამისთვის. და ამაზე მეცნიერებას აქვს პასუხი და პასუხი არის ასეთი. თუ კი 95 წლამდე მიაღწიე, ეს არის გარემო ფაქტორების და იმ ცხოვრების დამსახურება შენ რასაც აკეთებ. ანუ შენზე იყო დამოკიდებული ეს 90-95 წელი. ძირითადად, თორე გენეტიკასაც აქვს როლი დაახლოებით 30%. მაგრამ 70% არის შენი. თუ შენ მიაღწიე 100 წლამდე ან მეტი, მაშინ 50-60% არის გენეტიკა. ანუ თავიდან და 95 წლამდე, 90-მდე მინიმუმ, ჩვენზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამე და აი 100 წლამდე მიაღწევს თუ არა ადამიანი და 100 წელს გაგაცდება თუ არა. ეს არის მკვეთრად გენეტიკური. არსებობს გენეტიკური გენები, ან გენების ვარიაციები, რომელიც დაკავშირებულია დიდხანს სიცოცხლესთან და ამ ადამიანებს, გენეტიკურ ტესტირებას ახლა არ გადის ადამიანებს უმეტესობა, ხო, რომელიც გენი მქონდეს თუ არ მქონდეს რომ შეამოწმოს, მაგრამ არის რამდენიმე მარტივი ტესტი, რომელიც გაკეთებას ყოველდღიურად შეგიძლიათ და რითიც შეგიძლიათ მიხვდეთ ზოგადად როგორი გენეტიკის მატარებელი ხარ, განსაკუთრებით თუ თავს განსაკუთრებულად არ უფრთხილდებით. პირველი ესეთი არის გლიკირებული ჰემოგლობინის ტესტი. ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცოცხლობდნენ, 100 წლამდე, თითქმის ყველას, უმრავლესობას გლიკირებული ჰემოგლობინი ჰქონდა დაბალი. დაბალი საუბარია რომ ნორმის ქვედა ზღვართან, 5.4-ზე ნაკლები მოკლედ, 5.7 და ის ზევით უკვე თქვათ მაღალიან და 5.4-ზე ნაკლები, ანუ ნორმალური და თან ქვევითკენ. აი ესე ჰქონდათ გლიკირებული ჰემოგლობინი. გლიკირებული ჰემოგლობინი ნიშნავს, რომ გლუკოზა სისხლში ჰქონდათ სტაბილურად დაბალი. დაბალი გლუკოზა ნიშნავს რეალურად ნაკლებ ანთებას, მეტ კარგად ჯანსაღ სისხლძარღვებს და ჯანსაღი სისხლძარღვები ნაკლები შინაგანი ორგანოების დაზიანება. აი ამას ნიშნავს დაბალი გლიკირებული ჰემოგლობინი, დაბალ გლუკოზას ჯამში. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი, რის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, არის კრეატინინის ტესტი და გლომერული ფილტრაციის გამოსათვლელი ტესტი. ეს ტესტი აჩვენებს თირკმელები როგორ მუშაობს. თირკმელების მუშაობა არის ასახვა ჩვენი ორგანიზმი როგორ მუშაობს. თირკმელების მუშაობა გვიჩვენებს ორგანოები დაზიანებულია თუ არა, ტოქსინები დაგროვილია თუ არა და ასე შემდეგ და ანთება ჩვენ ორგანიზმში იყო თუ არა, სისხლძარღვები ზიანდება თუ არა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე პირველი რაც ზიანდება არის თირკმელები. თირკმელები ძალიან ნაზი სტრუქტურა, ორგანიზმში თუ ანთება, ან ორგანიზმში თუ რამე სერიოზული პრობლემა, პირველ რიგში თირკმელები ზიანდება. ამიტომ გლომერული ფილტრაციის ხარისხი თუ არის ნორმა და 90 მილilitrზე მეტი, ეს მიიჩნევა საუკეთესოდ და ასეთ ადამიანებს დიდხანს უნარჩუნდებათ ჯანსაღად თირკმელები. ეგა ძალიან მნიშვნელოვანი, ვინც დიდხანს ცოცხლობს იმათთვის. მესამე მნიშვნელოვანი, ვინც დიდხანს ცოცხლობს, არის რომ სისხლში ანთების მარკერები აქვთ დაბალი. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში არის ნაკლები ქრონიკული ანთება, ნაკლები ქრონიკული ანთება ნიშნავს ორგანოების ნაკლებ დაზიანებას და ესეთი ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს. რითი შეგვიძლია ჩვენ შევაფასოთ ორგანიზმში არის თუ არა ანთება, პირველი არის C-რეაქტიული ცილა და მეორე არის ინტერლეიკინ 6. C-რეაქტიული ცილა თუ კი არის 1-ზე ნაკლები, ეგ მიიჩნევა საუკეთესოდ და ინტერლეიკინები ნაკლები უნდა იყოს 1.5-ზე. ეგ არის საუკეთესო მაჩვენებლები, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. მაშინ როცა ასაკშია 50-60-ის როცა, თორე ახლა ახალგაზრდობაში ყველას მეტნაკლებად ნორმაში აქვს ეს ყველაფერი, მაგრამ საუბარია 50-ს რო გაცილდება, მე უნდა გქონდეს ასევე სტაბილურად ესენი. და ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ადამიანს აქვს ის გენები, რომლებიც არის პასუხისმგებელი რეალურად დიდხანს სიცოცხლეზე და ესეთ გენები არის FOXO3 მაგალითად
მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. ApoE sept გენია ეგეთი და ეს არსებობს გენები, რომელიც ასოცირებულია ხანგრძლივ სიცოცხლესთან. ანუ ადამიანები, რომლებსაც ეს გენები აქვთ, ცხოვრობენ დიდხანს. და ამიტომ ვისაც აი ეს მაჩვენებლები აქვს ნორმაში, ეს ნიშნავს, რომ ეს დიდხანს სიცოცხლის გენები შენს გააქვს და დიდწილად ხარ დაცული, ჯამურად ხარ დაცული მოკლედ. ხო, ეს იყო გენეტიკა. გენეტიკა არის ბედის საჩუქარი, გენეტიკაზე ჩვენ ახლა დიდი გავლენა არ გვაქვს და რაზეც გვაქვს გავლენა, ანუ რაც ეს ჩვენი 95 წელი, არა საუბარი რა თქმა უნდა ვიღაცას რომ უბედური შემთხვევა დაემართება, ან რაღაცა სიმსივნე დაემართება, ეგეთი ადამიანები რა თქმა უნდა ყვებიან მალე, არ არის არც შესაძლებელი და არც აუცილებელი რომ ყველა ადამიანი გაცდეს 95 წელს, ხო? სასურველი არის, მაგრამ არ ხდება ეს რეალურად. და თუკი ეს არ დაემართა ადამიანს რამე ცუდი სიმსივნე ან რაღაც უბედურმა შემთხვევამ არ იმსხვერპლა, ხო? ან რაღაცა ეს გაუთვალისწინებელმა, ადამიანმა შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ იცხოვროს 95 წლამდე, ან მეტიც. აი 10 ასეთ რამეს გეტყვით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დავიწყებ მეათედან, ჩავალ პირველისკენ. პირველი ყველაზე საინტერესოა და ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ დარჩით ბოლომდე, ვისაც გაინტერესებთ. მეათე, რასაც აკეთებენ ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ და საერთო რა აქვს, აი კვლევებით დასტურდება, რომ აი ამ ადამიანებს აქვს საერთო რაღაცებს აკეთებენ, ანუ ესეც მას აკეთებს, ისიც იმას აკეთებს. და ესე, რა აქვს საერთო ეგეთი 10 მთავარი მახასიათებელი? მეათე მთავარი მახასიათებელი არის ძილი. ასეთ ადამიანებს ძინავთ სტაბილურად, ძინავთ დაახლოებით 7-8 საათი ღამეში. ამ დროს ორგანიზმი იწმინდება, იმუნური სისტემა უმჯობესდება, გლუკოზის რეგულაცია ხდება, სისხლძარღვები ადგენა ხდება, ამიტომ საუკეთესო პერიოდია მოკლედ ძილი, სტაბილური ძილი, ასეთ ადამიანებს ვინც დიდხანს ცოცხლობენ, ძინავთ სტაბილურად, იძინებენ როგორც წესი ადრე და დგებიან როგორც წესი ადრე, ანუ ეს რეჟიმი აქვთ და მათი მარტო ძილით ამ ადამიანებს უმცირდებათ მნიშვნელოვანი დაავადებების რისკი დაახლოებით 40%-ით. ანუ საკმარისია ძილის მოწესრიგება. საკმარისია რომ აი ღამეში გეძინოს აი 7 საათი, 7-8 საათი. და დაწვე ადრე, ადგე ადრე. ეს რეჟიმი მიიჩნევა საუკეთესო. მეცხრე მთავარი მახასიათებელი რომ ეს ადამიანები ჭამენ ძირითადად ბოსტნეულს, მაგრამ ცილებსაც. როგორც წესი ეს ადამიანები არ არიან ისინი, ვინც რაღაცა ხორცეულის მჭამელები არიან, ბევრ ხორცეულს ჭამენ, ბევრ ცილებს ჭამენ, ან დღეს სხვათა შორის არ წამოვიდა ტენდენცია რომ რაღაცა ბევრი ცილები უნდა მიიღო და რაღაცა ხო აი თუ შევხედავთ ბუნებას, ესე არ არის. თუ შევხედავთ ბუნებრივად, ადამიანები რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ, ჭამენ კი ხორცსაც, მაგრამ უმეტესად ჭამენ ბოსტნეულს და ხილს. ანუ ხილს, ბოსტნეულს, პარკოსნებს, სულ მარცვლოვან რაღაცეებს, იშვიათად შაქრებს, იშვიათად ტკბილეულს და იშვიათად ცხოველურ ცხიმებს. ძირითადად იკვებებიან ბუნებრივი რაღაცები. ეს არის ტენდენცია ეს არის. თუმცა არსებობს რა თქმა უნდა იქითაც აქეთაც ისეთებიც ასეთებიც, მაგრამ ძირითადად ადამიანები მოკლედ ხილს და ბოსტნეულს ჭამენ ესეთი ადამიანები, თუმცა მოიხმარენ ასევე ხორცს ზომიერი რაოდენობით. ხო ეს ადამიანები ასევე არ იკვებებიან ხოლმე დიდი პორციებით როგორც წესი. მერვე ყველაზე მთავარი რაც ეს ადამიანები აკეთებენ და საერთო აქვთ, ეს არის ცხოვრების მიზანი. ეს ამ ადამიანებს აქვს მიზეზი რატო იღვიძებენ.
ანუ შენ ყოველ დილით რო დგები, აი უნდა გქონდეს მიზანი, რატო იღვიძებ. და შეიძლება ზოგი მათგანი გეტყვის, რომ ზრუნავს თავის ოჯახზე, ზოგი ზრუნავს თავის ბაღზე, ან ეხმარება მეზობლებს. ანუ ცხოვრებას აძლევენ აზრს, ანუ უაზროდ და არ ფიქრობენ, რომ აი მოწყენილობისგან რო რაღაცა მახაც ეძებ, არა, ეგეთი ადამიანები არ არიან ხოლმე და აქ ძალიან საინტერესო ის არის ფაქტორია ერთი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ცხოვრების მიზანი, ესეთი ადამიანი 20%-ით ნაკლებად კვდება, გარკვეული დროის მონაკვეთი რო ავიღოთ, მაგალითად 10 წელი, უახლოესი 10 წელი. და დავაკვირდეთ ადამიანებს, რომელსაც აქვს ცხოვრების მიზანი და რომელსაც არ აქვს ცხოვრების მიზანი. აი ეს ადამიანები, რომელსაც ცხოვრების მიზანი აქვს, 20%-ით ნაკლებად კვდებიან. ხო, ეს რა თქმა უნდა უკვდავები არ არიან, ამაზე არაა საუბარი. უბრალოდ რომ დააკვირდე ამ ჯგუფსაც და იმ ჯგუფსაც 10 წლის განმავლობაში, ან 15 წლის განმავლობაში, აი იქიდან 20% უფრო მეტი მოკვდება, ვისაც მიზანი არ ქონდა. ანუ მიუხედავად სხვა რაღაცებისა. მიუხედავად დიაბეტი ქონდა თუ არა, წნევა ქონდა თუ არა, გულის დაავადება ქონდა თუ არა, მიუხედავად ყველაფრისა 20% ნაკლებად კვდებოდნენ მაინც. ანუ ცხოვრების მიზანი თუ გაქვს, უკვე მეტხანს ცოცხლობ. ანუ ძალიან ეს შეხედვით შეიძლება ვიღაცას პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დიდ როლს თამაშობს ადამიანებში. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც მიაღწია 95 წლამდე. მეშვიდე მთავარი საერთო მახასიათებელი არის, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დიდხანს, აქვთ მჭიდრო სოციალური კონტაქტები. ელაპარაკებიან, საუბრებიან, ან მუდმივად საუბარში არიან. აქ მეგობრობა, იყოფენ აქვთ ახლობლობა, ელაპარაკებიან მეზობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ან საყვარელ ადამიანს, ანუ ურთიერთობები აქვთ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. უყვართ ერთად სადილობა მაგალითად და ესე. და იზოლაციაში არიან იშვიათად ესეთი ადამიანები. სოციალური კონტაქტები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტრესის ჰორმონს ამცირებს ქრონიკულ სტრესს და იმუნური რეაქცია უმჯობესდება, ამიტომ არის რომ ადამიანები, რომელსაც მჭიდრო სოციალური კონტაქტები აქვთ და არ არიან იზოლაციაში, 7-10 წლით დიდხანს ცოცხლობენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, როგორი გენეტიკა აქვთ. ანუ დამოუკიდებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, დამოუკიდებლად გენეტიკისგან დამოუკიდებლად. მეექვსე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს დიდხანს სიცოცხლეს, არის დაბალკალორიული დიეტა. დაბალკალორიული დიეტა საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც წესი კი არ ითვლიან ეს კალორიებს სათავად და რაღაცა, მაგრამ გაუაზრებლად და მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერულად არ აკეთებენ ამას, ისე ცხოვრების წესი აქვთ, რომ ისინი ცხოვრების რიტმი, ცხოვრების წესი, რომ ჭამენ პატარა პორციებს, ჭამენ ზომიერად ცოტას და ცოტა კალორიების დეფიციტში არიან. იშვიათად რომ მოვიდეთ ბევრი, იშვიათად რომ რაღაცა დიდი პორცია ჭამონ და ასე შემდეგ. ძირითადად ჭამენ ნელა და მაშინ ვიანებებენ თავს, როგორც კი თავს გრძნობენ სავსეთ და დიდ პორციებს არ ჭამენ, კალორიებით მდიდარ საკვებსაც როგორც წესი არ ჭამენ ხოლმე. და ასეთი სპონტანური კალორიების შეზღუდვა ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, ოქსიდაციურ დატვირთვას ორგანიზმზე, რაც რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ორგანიზმისთვის, ბევრი ჭამა და ესე მე არაკონტროლებადი გლუკოზა და ასე. და მიტოქონდრიებსაც ინახავს, მიტოქონდრიების ფუნქციასაც ინახავს. აი ამიტომ ეხმარება მნიშვნელოვნად ადამიანებს და ესეთი ადამიანები მოკლედ უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ადამიანები, რომელსაც მცირე კალორიების დეფიციტი აქვს, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, დაახლოებით 20-30%-ით ნაკლები სიკვდილიანობა აქვთ. და ესეთი ადამიანები აღწევენ ექსტრაორდინალურ ასაკს, ექსტრაორდინალური გენეტიკის გარეშე. მეხუთე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითიც ადამიანები ცხოვრობენ დიდხანს, არის ემოციური სტაბილურობა.
ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ, ემოციურად სტაბილურები არიან და აქვთ მაღალი ემოციური გამძლეობა. მაღალი ემოციური გამძლეობა ნიშნავს, რომ შენ რჩები სტაბილური 7 კრიზისულ სიტუაციაში, ადაპტირდებიან ადვილად, დაკარგვას იღებენ ადვილად და უბრუნდებიან რუტინას დღეების, კვირების განმავლობაში, ან მალევე, ანუ მაგალითად მიიღეს დიდი ტრავმა, რაღაცა მოხდა ძალიან ცუდი მათ ცხოვრებაში, ხო? ან დაუბრუნდებიან თავის რუტინას ძალიან მალევე, სამსახურს თუ ასე რაც წაკეთებენ მოგონეთ, იმას, ანუ ეს ადამიანები არიან ძალიან გამძლე ადამიანები რა, აი, რომ ამბობენ ხოლმე ძლიერი ადამიანები, როგორც წესი ეგეთები არიან, 70% მათგანს აქვს ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობები, ანუ ეს ადამიანები როგორც წესი მარტო არ არიან, ყავთ ხოლმე ცოლი, ქმარი და ასე და ხანგრძლივად თან. ყავთ ცხოვრებისეული მეგობრები ხშირად და აქტიურები არიან სოციალურად, კომუნიკაციაში, საზოგადოებაში. აქვთ ყოველდღიური საუბრები, ძალიან მნიშვნელოვანია თავის ტვინის ვარჯიშია რეალურად, რომ შეიძლება შენ გეგონოს, რომ ვითომ ის მეზობელს ჭორებს უყვება რაღაც ეს ჭორიკანა, მაგრამ სინამდვილეში თავის ტვინს ავარჯიშებს მუდმივად, რაღაცა ადრონების აქტს ატარებს, რაღაცა ყვება, რაღაცა ამბავს იგებს, ამბავს გასცემს. სინამდვილეში რეალურად ეს ადამიანებს გჭირდება და იმიტომ აკეთებს ამას ადამიანი და არა ხო ვიღაცა აკეთებს რა თქმა უნდა შეიძლება ცუდი განზრახვით, მაგრამ ადამიანებს ზოგადად ჭირდებათ ამბები. და ნუ ამას ვერ გაიქცევი. და ადამიანები, რომლებსაც აი ესეთი მჭიდრო კონტაქტები აქვთ, სტრესული ჰორმონი დაახლოებით 30%, ნუ კორტიზოლია საუბარი, ნაკლები აქვთ, უკეთესი იმუნური ფუნქცია აქვთ, სტრესი ბევრად ნაკლები აქვთ და ადვილად არ ბრაზდებიან, არიან მშვიდები, ინარჩუნებენ სიმშვიდეს, არ უყვართ დრამები და ესე. ანუ ეს ადამიანები არიან, ხო, შეიძლება ზოგჯერ მქონდეს ამას ცუდი მხარე, რომ შეიძლება იფიქრო, რომ ამ ადამიანს ყველაფერი ფეხებზე კიდია. ადვილად იკიდებს, ხო? ნუ ადვილად იკიდებს, მაგის მეორე მხარე ის არის, რომ გადარჩება ეს ადამიანი, ვინც ადვილად იკიდებს, ხო? იმიტომ რომ სტრესული სიტუაცია შეიქმნა და ეს ადამიანი ჩავარდა და აღარ ადგა ფეხზე მორჩა, ხო? ანუ უნდა დაიკიდოს იმისთვის, რომ გადარჩა. მაგა არ არის ზოგჯერ. მეოთხე არის სისხლის წნევა აქვს სტაბილური ამ ადამიანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ადამიანები, რომლებიც აღწევენ აი ამ დიდ ასაკს, მათი უმეტესობა, როგორც მინიმუმ ნახევარი ან ნახევარზე მეტი, დიდ ასაკშიც კი ნორმალური წნევა აქვთ. 35% აქვს იმ ადამიანს, ვინც დიდ ასაკს აღწევს, მხოლოდ 35% აქვს მსუბუქი ჰიპერტენზია. და მარტო 3% აქვს მაღალი წნევა. ანუ წნევის კონტროლი პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. აი, ამიტომ უნდა მივაქციოთ წნევას ყურადღება. ადამიანები ხო არის რომ ფიქრობენ რომ რა მერე წნება რა და თან მე მომისმენია თვითონ რომ სიამაყით ამბობენ ხოლმე რომ მე აი 180-ით დავდივარ და 160-ზე კარგად ვარ და ანუ 160-ზე რომ კარგად ხარ ეგ არ ნიშნავს არაფერს. ან კარგს არაფერს არ ნიშნავს, თორე ცუდს ნიშნავს ძალიან ბევრს. ეგ ნიშნავს რომ შენი სისხლძარღვები ძალიან მალე დაზიანდება. 160-ით თუ დადიხარ და თან არ მკურნალობ და თან თუ ამბობ რომ არ მშველის იმიტომ რომ არასათანადო მკურნალობა გაქვს შერჩეული, აი ამიტომ არ გშველის, ეგ არის სიმართლე. ამიტომ მკურნალობა უნდა შეერჩიოს შესაბამისი. წამლები უნდა შეერჩიოს შესაბამისი. წნევა 130 ქვევით უნდა შეინარჩუნო. ეგ არის თუ გინდა რომ დიდხანს იცოცხლო, აი უნდა გააკეთო. ნუ ერთ-ერთი რაც უნდა გააკეთო, თორე რა თქმა უნდა გარანტიები ცხოვრებაში არ არსებობს. წნევა იცავს გულსაც, თირკმელებსაც, ღვიძლსაც, სხვა ორგანოებსაც, ყველა ორგანოს რეალურად იცავს წნევა დაზიანებისგან, ყველა შინაგან ორგანოს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოწევა და ალკოჰოლი. ადამიანის უმეტესობა, თითქმის 80%, რომელიც დიდხანს ცოცხლობს, არ ეწეოდა არასდროს. ხო, არსებობს ძალიან ბევრი მაგალითები, რომ თქვენ მოიყვანთ ალბათ, რომ ამან იმდენი ხანი იცოცხლა და ამდენი ხანი ეწეოდა და ეს ბაბუა ჩემი ამდენ ხანს ეწეოდა და ეს 95 წელი იცოცხლა, 98 წელი იცოცხლა.
კი არსებობს ეგეთი, ანუ გენეტიკურად ძალიან გამძლე ადამიანები არსებობენ, კაი გენეტიკის მქონე ადამიანები არსებობენ, რომლებიც მოწევით მიუხედავად დიდხანს ცოცხლობენ. მაგრამ უმეტესობა 80%, ვინც 95 წელს გადააბიჯა, არასდროს არ ეწეოდა. 10-15% ახალგაზრდობაში ეწეოდა ცოტა ხნით და დაანება თავი და მარტო 5% ვინც ეწეოდა მიაღწევს 95 წლამდე. ნუ ან მეტი. აი ეს არის სიმართლე. ვისაც აინტერესებს სიმართლე არის ეს არის, რომ ანუ თუ ეწევი, ნუ ცოტა ხანს ცოცხლობ. ეს არის რეალობა. გაუწევთ თუ არა ადამიანი ამას თვალს, მიუხედავად მაგისა. ასევე დალევაზეც ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს 95 წლამდე, 70% ან არასდროს, ან ძალიან ცოტა სვავდა. ნუ ძალიან ცოტაში იგულისხმება, რომ შეკრებებზე 1 ჭიქა, ნუ ქართულ ჯიგრულ პონჩი 2 ჭიქა, ან 3. ისიც იშვიათად ძალიან. ამას აღდგენას ახერხებს რეალურად ორგანიზმი, ეგეც ცუდია, 1 ჭიქა ცუდია, მაგრამ ორგანიზმს აქვს იმის რესურსი, რომ აღიდგინოს თავი და ამას აკეთებს და ამის ხარჯზე და არა ამის გამო და ეგ არავინ არ ფიქრობს და ის არგუმენტი ძალიან ცდარია, რომ ამბობენ ხოლმე რომ ის ამანი იმდენი ხანი იცოცხლა და სვავდა და სადილზე 1 ჭიქა სვავდა და კაი იყო და ის არ იყო კარგი, ღვიძლის იყო ტოქსინი, უბრალოდ ცოტას რო იღებდა ღვიძლი ახერხებდა აღდგენას, იმიტომ რომ ღვიძლი ძალიან გამძლე ორგანოა. ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ორგანოა საერთოდ, რაც გაგვაჩნია, ამიტომ ღვიძლს აქვს ძალიან დიდი რესურსი. ნუ თუ არ მიაქცევ ყურადღებას, ყველაფერს დაუშავებ რის დასშავებაც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი ყურადღებას მიაქცევ, ზოგადად გამძლე ორგანოა მოგემსახურებად, ამიტომ არის რომ ამ ადამიანებმაც ზოგმა იცოცხლონ დიდხანს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტ-ცოტა სვამდნენ. თითო ჭიქას, მაგრამ მსმელები და ლოთები და ალკოჰოლიკები არა. ვერ აღწევენ როგორც წესი 95 წელს, როგორც წესი. ხო. ეხლა მეორე და უკვე ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებზე გადავედით რეალურად, არის რომ ადამიანები, ვინც დიდხანს იცოცხლეს, სულ მოძრაობაში იყვნენ. ადამიანები, ვინც დიდხანს იცოცხლეს, სულ მოძრაობაში იყვნენ. იყვნენ მოძრავები. დღეში დაახლოებით 3-4 საათი მოძრაობენ ეგეთი ადამიანები. არა საუბარი იმაზე, რომ რაღაც სტრუქტურებულ ვარჯიშს და რაღაცას არა, მაგას არ აკეთებდნენ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ, დაახლოებით 10-დან 15,000 ნაბიჯს გადიან დღის განმავლობაში. ესეთი ადამიანები სულ მოძრაობენ, სულ რაღაცას აკეთებენ, შეიძლება ბაღში, შეიძლება რაღაც ასუფთავებენ, ან მაღაზიაში მიდიან, კიბეებზე ადიან, ლიფტით არ დადიან, სადაც შეუძლიათ ფეხით იქ არ წავლენ მანქანით და ასე. სულ მოძრაობაში არიან ესეთი ადამიანები, ან მოძრაობა არის მთავარი ერთ-ერთი, რაც ამ ადამიანებს ახასიათებთ. 3-დან 5 საათამდე სტაბილურად აქტიური არიან დღის განმავლობაში, ეგენი ოღონდ მსუბუქი ვარჯიში, მსუბუქად აქტიურები არიან, ეს არა რაღაც მძიმე რაღაცებს კი არ ეწევიან, არამედ მსუბუქად არიან აქტიურები. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ამ ადამიანებს ასაკში დაახლოებით 20 წლით უკეთესი ძალა აქვთ ხოლმე, ვიდრე საშუალო ადამიანს. ანუ ძალა და ენერგია კუნთებში ყოველთვის აქვთ კარგად. იმიტომ რომ აქვთ გამძლეობა, ფეხების გამძლეობა, ხელის მოჭერის სიძლიერე, ნუ ეს ადამიანები თავს ულია. და პირველი და ყველაზე მთავარი არის რომ ადამიანს ჰქონდეს სტაბილური წონა. სასურველია რომ იყოს სიგამხრისკენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინაც კი როცა ანუ ცოტა პუტკუნა არა საუბარი ხა მსუქნებზე არა, ანუ მსუქანი თუ ადამიანი მისთვის ჯანმრთელობისთვის ეს საზიანოა, მაგრამ თუ ცოტა პუტკუნა ან გამხდარია, თავარია რომ სისხლში ყველაფერი წასრიგში იქონდეს, ანუ ანთება არ ქონდეს სისხლში, გლუკოზა ნორმალურად ქონდეს, ქოლესტერი ნორმალურად ქონდეს, ესენი თუ ჯანსაღად აქვს ყველაფერი და სტაბილურ წონას ინარჩუნებს, ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ნიშნულად არ უნდა მოიმატო, დაიკლო, ეს არ არის კარგი ორგანიზმისთვის. სტაბილური წონა უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა, სტაბილურად, აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ შეიძლება რა თქმა უნდა, ხა გაზაფხულზე ზამთარში
ყველა ადამიანი იმატებს ცოტა იქით, ცოტა აქეთ, მაგრამ მეტნაკლებად რომ ეცადრო რაღაც სტაბილური წონა გქონდეს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი რეალურად ადამიანების, ვინც და მეტაბოლურად ჯანმრთელი უნდა იყოს, ანუ კუნთოვანი მასა უნდა გქონდეს, სისხლის ანთება არ უნდა გქონდეს. საუბარია იმაზე, რომ თუ ცოტა პუტკუნა ადამიანი სისხლში ჯანმრთელობა უნდა იყოს და თუ კი იმის გამო აპუტკუნა მაგალითად რომ ან დიაბეტი აქვს, ან ქოლესტერინის აქვს, ან რაღაც ესეთი დარღვევები აქვს, ეგ არ არის კარგი. მაგრამ თუ კი სტაბილურად არიან ადამიანები, რომლებიც ბუნებრივად არიან ცოტა პუტკუნები და ეგ ნორმაა და თუ კი სისხლში ყველაფერი ჯანსაღად აქვს და აი მაგ შემთხვევაშია ნორმა. თუ კი მოძრაობენ მუდმივად, მაგ შემთხვევაშია ნორმა. ამიტომ ანუ ჯანსაღი სტაბილური წონა სტაბილური მაქსიმალურად ზედმეტი ფლუქტუაციების გარეშე მუდმივი მოძრაობა სისხლში ეს ანთების მარკერები ნორმაში უნდა იყოს, ქოლესტერინი ნორმაში უნდა იყოს, შაქარი ნორმაში უნდა იყოს, თირკმელები ნორმაში უნდა იყოს და ეს ნიშნავს რომ რისი გაკეთებაც შეიძლება აკეთებ და დიდხანს სიცოცხლე. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესით.